500-ია. მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა ვაკვირდებით ჩვენ აქ რა ხდება, რეების შეცვალეს და ასე შემდეგ და საკადასტროში შეცვლილი ყველა ნომერი არეული დარეულია, ყველას არ აქვს შეცვლილი, მაგრამ არეული აშკარად და ყველა ის ადამიანი მინდა გავაფრთხილოთ, თუ თქვენ მიხვედით საკადასტროში და ნახეთ რომ თქვენი ნომერი, რომელიც აი ამაზე მოცემულია, ერთი წუთით, რომელიც აი ასეთ მონაცემზე იყო მოცემული და ნომერი არ დაემთხვა, აი ეს ნომერი თუ არ დაემთხვა, წარმოიდგინეთ ახლა აი აქ, მაგალითად, აი აქ ჩემთან ეს ვეძებეთ და ვნახეთ რომ აქ 3-0 არის ჩამატებული. ეხლა ვნახეთ დანარჩენ მიწაზე, აი აქ დანარჩენ მიწაზე სულ სხვა კვადრატული მეტრი არის, როცა იყო რამდენი იყო და არ ვიცი 1500 იყო 1500 იყო და ინფორმაცია იყო 1500, მაგრამ რაღაცა შეცვალე, რაღაცა სხვა ნაკვეთი არის და მაგრამ შეიცვალა, რაღაცა შეიცვალა. ეს ნომერიც შეიცვალა. დღეს არის დღე, სადაც ყველაფერი ერთდროულად მოდის როცა. მნიშვნელოვან საკითხებს ვსაუბრობ. ყველაფერი ერთდროულად რეკავს და ყველა მაშინ უნდება მოწერა. ესე იგი, შეცვლილია, ჩვენ ახლა დავდივართ და ვეძებთ, აი აქ. ეს სტორი ნომერი არის. ეს არის სტორია. ესეც სტორია? ესეც სტორია, ხო? აბა მაჩვენე თუ სტორია, წაიკითხე. მოგონა აი სტორია. ხო, სტორია. აქ რამდენი წერია? 1000 კვადრატი წერია. 1000 აქაც იქაც აქ 1000. მოკლედ ერთი სიტყვით არ შეგეშინდეთ, მთავარი არის, აი ხა უყურეთ ნახეთ რა ხდება რა. ჩემი მეუღლე ამ საკითხებს კარგად იცნობს, გეოგრაფია, ადამიანი და იცნობს. თან ვიცი სად არის ადგილი. თან ვიცით სადაც. ეს მნიშვნელოვანია რომ იცი სად არის ადგილი. მე იპოვეთ ჯოლი. თუ იცით სადაც იყო თქვენ, იცით რა, ახლა შეიძლება იგახვიდეთ მანქანი და ნახოთ ადგილზე იცით, მაგრამ აი ამაში არ იცით შეიძლება, ხო? აი აქ როგორ მოძებნოთ ეს, აი აქ ჩვეულებრივი ადამიანი აქ ვერ მოძებნის, თუ არა აქვს ამაში კომპეტენციური წვდომა, ხო? აუცილებლად მე ამ ადამიანს დასჭირდება მივიდეს სპეციალისტთან, ამ სპეციალისტმა 5 საათი ეძებოს, თუ სად იყო, შეიძლება ვერც კი იპოვოს ადამიანმა თავისი მიწა საკადასტროში. თუ კი ნომერი დაკარგა და თუ კი ნომერი აგერიეს, საერთოდ ვერ იპოვით მაგ ნომრით და დაგჭირდებათ აქეთ-იქით სიარული და შეიძლება ამასობაში იმპაქტებიც კი მიაღებინოს, იმდენი ინერვიულოს ადამიანმა სხვადასხვა რაღაცები წარმოიდგინოს, რომ იმპაქტიც კი მიიღოს. რატო ანერვიულებენ? ხო, აი შეიძლება ძალიან ინერვიულოს ამ პროცესში ადამიანმა. ეხლა მე პირადად გამიმართლა იმაში, რომ მეუღლე მყავს გეოგრაფი და მეგობრები მყავს ამ საკითხში მუშაობენ და პროფესიონალები. მე პირადად არანაირი პრობლემა არ მაქვს, ეს გავარკვიო, დავდგები ერთ დღეში შემიძლია გავარკვიო ურიგოთ და ჩაუწერლად. მაგრამ იმ ადამიანებს ეხლა რამდენი ქართველი ვართ ამ დედამიწაზე კი არა, ხო, დედამიწაზე თუნდაც საქართველოში, ხო, თუნდაც დედამიწაზე ღმერთმა მათქვევინა, წასული ვინც არის საზღვარგარეთ, დარბიან და ვერ ირეგისტრირებენ. ჩემი კუთვნილი მიწა, ჩემს მშობლებს რომ დაერეგისტრირებინათ და ამაზე რომ გაემართათ საბუთები, 3 წელი იარეს. 3 წლის მერე როგორც იქნა, თუ ყვირილი თუ არ ანუ როცა დავიწყეთ უკვე ყვირილი და გაპროტესტება, მაშინ რაღაცა ქნეს და დაგვირეგისტრირეს ყველა. და ეხლა კიდე მე მოვდივარ და საძებარი მაქვს თუ სად არის საკადასტროში ჩემი ნომერი, რატო ვინ აურია ეს ჩემი ნომრები. სად წავიდნენ ეს? როგორ არის? იცი როგორ არის? აი ყველაზე რთული ამბები, აი ახალი აშენებული ქვეყანასთვის არის კადასტრული სისტემა. აი ყველაზე რთული ეგ არის რა. მონაცემი უნდა აი ძველი მონაცემი, ახალი მონაცემი, ახალი გააზომოთ ის სხვადასხვა projection, სხვადასხვა ეს ძალიან რთული მომენტია. აი იცი რა რთული მომენტია. ჩემი პროფესორი იყო ჩინეთში.
ხო. და ეხმარება ამ სისტემას აი რა ამბები იყო და აი ძალიან რთული ამბავია, ძალიან რთული. ჩვენ გერმანიაში მაგალითად, ჩვენთან არის ყველაფერი 60 წლის დალაგებული რა. დალაგდა და ეს ყველაფერი გაკეთდა, კი. ხო, ყველაფერი მე რას ვამბობ ახლა, გასაგებია რომ შეიძლება რთული მომენტი იყოს რა. და მე რომ მივდივარ საკადასტროში და იმან აურია ეს ჩემი მონაცემები, ხო და მეუბნება 20 ლარი გადასახდელი. მე რატომ აქ 20 ლარი გადასახდელი თითო მიწაზე? იმან თუ აურია, ის თუ ვერ აკეთებს ამდენი თანხები შეძდით, ხო? წარმოიდგინეთ, ყველა რამდენი მიწები აქვს ადამიანებს დარეგისტრირებული, ქართველებს. ყველაში რომ 20 ლარი გადაიხადოს ადამიანმა, საკმაოდ მილიარდელი გახდა ეს პიროვნება, ვისაც ეს თანხა შეუვიდა. საკადასტროს, ხო? და ვის ჯიბეში მიდის ეს თანხები, მითხარით? თაკო, ეს მიდის ამ ხელფასისთვის, ვინ ზის მანდ და აკეთებს საქმეები. და რას აკეთებს? მიიღებს საქმეებს? აირებს. ბიჭო, თუ ამ ხელფასს იღებ, მაშინ მომწერე, რატომ ანერვიულებ? მომწერე ისიც რომ შევენცვალა რაღაც, ხო? ეგრე უნდა თუ მიცვლი რაღაცა ნომერს და ჩემი ტელეფონის ნომერიც გაქვს, ყველაფერი ისი არაფერს არ მიიღებენ განცხადებას, თუ ტელეფონის ნომერი ან ელექტრონული მისამართი არ ჩაწერეს, ხო? და მაშინ მომწერე ტელეფონის ნომერზე რომ შეიცვალა თქვენი კოდი. აი ხლა მარტო მე კი არა ვარ კომენტარებში დამიწერეს რომ მეც მქონდა ეს პრობლემა და 20 ლარი გადამახდებინესო ერთ მიწაში. და 20 ლარზე არ არის აქ საუბარი რა. სანამ 20 ლარამდე მიხარ და გაარკვევ რა ხდება, ადამიანს შეუძლია გული გაუსკდეს, ისეთ მდგომარეობაში არის ხალხი ჩავარდნილი აქ საქართველოში. ჯერ ხო ამდენი მართლა გეუბნებით, ეს არის ძალიან რთული პროცესი. 3 წელი რომ დაარბიხარ და არეგისტრირებს შენს მიწებს და ხანი გადაგაგზავნიან და ხანის ფურცელი გაკლია და ხანის ფურცელი ქონდა, მაგრამ ის აღარა გაქვს და მე ის უნდა გააკეთო და მე კიდე უნდა წახვიდე აზომინო და აზომინო გადაიხადო და იქირაო. ირბინო თბილისში ხო არ არის? აქეთ იქით ირბინო, მე ეს მიწა სად არის, უნდა მოძებნო იქ და ამაზე ყველაფერს გააკეთებ, 3 წლის განმავლობაში დაარბიხარ და კიდე პრობლემა რო გექნება 4 წლის მერე ხო უნდა დაგარტყას იმ ფაქტმა რა. წარმოიდგინე როგორ გვანერვიულებენ და რატო გვანერვიულებენ, მე ვერ ხვდები ამას რა. თუ ვერ აგვარებენ თავის საქმეებს, რომ თვითონ კომპეტენტური ხალხი აიყვანონ და ერთხელ და სამუდამოდ გააკეთონ ისე და სწორად აზომონ, მაგათი პრობლემაა მე რატომ თვითონ ინერვიულონ. თვითონ ინერვიულონ, რომ არაკომპეტენტურები არიან და ვერ აკეთებენ საქმეს ისე როგორც საჭიროა. მერე ვიღაცა რაღაცას თვითნებურად მიისაკუთრებს. ბიჭო, თვითნებურად რო ისაკუთრებ, რომ მიყავს იმ ადამიანს ის ადამიანი იქ რო შემოღობილია, რო ხედავს. რატო უსაკუთრებს იმას, ვერ გავიგე იმ თვითნებურად. ვიღაცამ თვითნებურად დაისაკუთრა, მე უნდა ვისწორო მერე ჩემი ისენი. წარმოიდგინეთ ახლა რას მიკეთებდნენ მე სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ ჩემი ნაკვეთი რომელიც უკვე მაქვს ამიყვანეს და მეუბნება გინდათ გაგიზარდოთ? იცით რამდენმა გაიზარდა მერე ის მონაკვეთები. შეგიძლიათ რომ გაიზარდოთ. იცი რა გააკეთებინ ეს ხალხს? ტყის საკუთრებაზე გადაატანინეს თავიანთი ისენი ადგილები, სადაც ხალხს უკვე ყველაფერი წესრიგში ქონდა. აი ესე ეშმაკურად. გინდათ რომ შეგიძლიათ გადაიტანოთ? ხო, არაფერს არ გეტყვიან, ტყის საკუთრებას. ეხლა ჩვენ გავიგეთ, იმიტომ რომ ჩემი მეუღლე ამ საკითხშია და მეუბნება სად უნდა გადაატანინო, ეს ადგილი უკვე არის დარეგისტრირებული, ტყის ტერიტორიას ეკუთვნის. მე ეხლა რო არ მცოდნო და ეს ხო გადავატანინებდი, გადავიდოდი ტყის ტერიტორიაზე. მერე მომინდებოდა ისევ სირბილი იმაზე, რომ თვითნებურად გადასული ვარ. მერე დაბრუნება მომინდებოდა, მერე ამაში ფულების ყდა და ნერვების თხრა მომინდებოდა და არ ვიცი იმ ხალხმა რა გააკეთა, რომ გადასწია და ალბათ პრობლემები შეექმნა. იმიტომ რომ სადაც მთავაზობდნენ რომ გადაგიწევთ, იმ ადგილზე იყო ტყის ტერიტორია შემოფარგლული უკვე, დარეგისტრირებული იყო უკვე, გესმით? და როდესაც ხვის დარეგისტრირებულზე შენ გადადიხარ, იქ თავისთავად პრობლემები გექმნება 50,000. აი ესეთ საკითხში გვაგდებენ და რამდენჯერ უთხარ, იცი არ მინდა მე თქვი გადასვლა, რაც მაქვს და რაც მამაჩემმა დამიტოვა, ის მინდა.
იცით რამდენიმე ჩალიჩნა რომ გადადით ქალბატონო იქნება გაძლევენ და რა არაფერს არ მაძლევენ მეთქი არავინ არ მომწევს არაფერს აქ თუ რაღაცა არ აქვს მაგათ დაგეგმილი მეთქი რა და მართლაც მოვედი სახში ვეუბნები ჩემს მეუღლეს ესეთ რაღაცას და მეუბნება რომ კარგი ქენი რო არ გადახვედით ტყის ტერიტორია არის ისო გესმით რა ხდება აქ და ვინცაც არ ყავს ჩემი ქმრისნაირი ქმარი და ცოლი სახში აი მითხარი ის ხომ უშვებს შეცდომას და როგორ შეცდომას უშვებს იცი როცა ყველაფერი რიგზე აქვს მოვა ეშმაკი და გიჩიჩინებს ხო გადადი კარგი იქნება მეტი გექნება მეტი სადარდებელი გექნება ხო აღარა მეტი რატო არ უნდა იყოს კარგია რომ მეტი გაქვს მაგრამ როცა სხვის ტერიტორიაზე გადადიხარ ეგ უკვე აღარ არის კარგი ხო ეხლა რაც შეეხება იმას რომ ეს დიდი ნაკვეთი სად არის ეს ჩვენ რო ერთი წუთი დავასრულო ეხლა და მე მოკლედ არ შეგეშინდეთ ყველას მინდა უთხრა რომ საშიში აქ არაფერი არ არის მთავარი არის რა მიხვიდეთ ჩემს მეუღლესნაირ ადამიანთან ვინც იცნობს საკადასტროს მაგრამ მე მაინც ვერ გეტყვით რომ ის მოგიძებნით თქვენ ანუ ნახეთ ვერბალურად ვერ გააგებინებთ რას ეძებთ თუ აქ ნომერი არ აქვს ვერბალურად თქვენ მას ვერ გააგებინებთ რომ მე ჩემი მიწა აქ არის რას ეტყვი კომპიუტერში იმდენი სივრცეებია მოზომილი რომ რას ეტყვი რომ აქ არის შენ ხო თავად არ იცი კომპიუტერში რა სივრცე გეკუთვნის შენ ხო იმიტომ რომ გეოგრაფია არ ახარ ვინც გეოგრაფია იმან იცის და შენი ძველი ნომრით კიდე ვერ ძებნი შენ მიწას ამიტომ რა უნდა გააკეთოთ იცით ჩემი აზრით უნდა გააკეთოთ ესეთი რამ რომ როგორ გააკეთა ანუ ძველად დარეგისტრირებული კოდები ძველი სისტემები ვისაც ქონდა აი ძირითადად ეს მიწებზე ვინც მუშაობს იმათ აქვთ ხოლმე ძველი სისტემა ძველ სისტემაში დაინახავენ თქვენს ძველ კოდს და თუ კი ის მონიშნული არის ჯერ კიდევ იმის მიხედვით იპოვიან ამ ახალ ნომერს წარმოგიდგენთ როგორ ურევენ ადამიანებს და აი ყველას ხო ვერ მივწერთო ნახეთ რა პასუხი გამწეს მეთქი თქვენ რომ შეცვალეთ მე რატო არ გამაგებინეთ ჩემი ნომერი მე რატო არ გამაგებინეთ ყველას ხომ არ მივწერთო პასუხი იყო ეს რას ქვია ყველას ხომ არ მივწერთ ყველას ხო უცვლით და რატო არ უნდა მისწეროთ ყველას გამაგებინე რატომ უნდა ირბინოს ადამიანმა იმ საკითხზე რასაც თქვენ ცვლით და ყველაზე საშინელება რა არის იცი თვითონაც ვერ პოულობენ იქ რომ მიდიხარ ამ ძველი ნომრით თვითონ ვერ პოულობენ ამ მიწას სად არის ეს მიწა გეკითხებენ არსად არ არის დარეგისტრირებული როგორ არ არის ეუბნები მქონდა არ არის დარეგისტრირებული ამან არ შეგაშინოთ ამ პასუხმა რა იმიტომ დარეგისტრირებულიც არის და ყველაფერია უბრალოდ ნომერი უნდა იპოვოთ რომელი ნომერია შეცვლილია თუ არ არის ზოგის არ არის შეცვლილი აი ხა მაგალითად ჩემი ერთი მიწის არ არის შეცვლილი ალბათ იმასაც შეცვლილი მე რას აკეთებენ იცი მე ეს მგონია ერთგვარი ფულის მახინაცია რა რომ 20 ლარს აფასებენ იმაში რომ შეცვალ თუ იპოვე ის შენი კოდი აი იპოვე რა გაგიმართლა და იპოვე რომ აი ესე იყო და ესე გადაკეთდა ხო მაშინ შეცვალოთ უნდა შეცვლას კიდე 20 ლარი უნდა ადვილად მოპოვებული ფულია ძალიან ადვილად და ადამიანების ნერვებზე და ხარჯზე მოპოვებული ფულია ნერვებზე ნერვიულობაზე მოპოვებული ფულია ღმერთო რატო ვერ იგებს ეს ხალხი რომ ადამიანებს რო ანერვიულებს ამ ფულით რაც არ უნდა გამდიდრდეს არაფრად არ შეერგება შხამად შეერგება რატომ ვერ იგებს ამას ეს ხალხი როგორ მიკვირს იცით ხალხო იცით როგორ მიკვირს მე რომ სხვისას განვიცი ახლა მე რატო ჩავწერე რა გიჟი ვიყავი რომ ჩემი პირადი სივრცეები თქვენ გაგაცნეთ იმიტომ რომ ეს ხალხი მეწოდება ძალიან რა იცით რამდენი ნერვიულობს ამ საკითხებზე და რამდენ იმპაქტი შეიძლება მიიღოს ამის გამო რომ ინერვიულოს რა გააკეთოს არ იცით და ეს ხალხი მე როგორ მეწოდება იცით ამიტომ ვწერ მე ამ ვიდეოებს და ვიღაცაები გილიკობენ იქ რომ ქალბატონო გაერკვიეთ ჯერ საკითხში და მე ილაპარაკეთ ტროლები და ბოტები ხალხო
დაქირავებულები რომ გადავედი ესეთ ხალხთან მეთქვი ვინ არის ესეთ რაღაცეებს რომ წერს აგერ ხალხისთვის ვლაპარაკო და გავიხედე 9 მეგობარი ახალი დარეგისტრირებული Facebook-ზე. ტროლები ხალხო, ანუ ამის საწინააღმდეგო კამპანიასაც აწარმოებენ, ესე იგი, ვინები არ ვიცი, მაგრამ ვიღაცეები. თავისით არავინ არ დაწერს იმას, რომ ქალბატონი ჯერ გაერკვიეთ საკითხში. იმ საკითხს, რასაც ახლა მე ვაჟღერებ, იმ საკითხზე საწინააღმდეგოს არავინ არ დაწერს რა, იმიტომ რომ აშკარად პრობლემა შემიქმნეს დღეს რომ მივედი. გესმით რა შეა საქმე? რატო აგდებ ხალხს პანიკაში? ზაპანიკოა და იმიტომ აგდებ ხალხს პანიკაში, ხალხო. თითოეული ჩვენი მიწიდან 20 ლარიანს რომ გამოიმუშავოს ვიღაცა არც ვიცით ვინ. რატო? აბა 20 ლარს ვინმე მოგცემს ისე? აი ისე დაგირიგებს 20 ლარს ვინმე? თუ ხმა არ მიეციან, თუ რაღაც არ გაუკეთე? და ჩვენ რატო უნდა მივცეთ ვიღაცას ისე 20 ლარი მითხარით? ჩემი მიწის გამო. ჩემი მამა პაპის მიწის გამო რატო უნდა მივცე ვიღაცას 20 ლარი, იმიტომ რომ თვითონ ნომერი შეუცვალა. Gute Frage. და მე იტყვე რომ ამდენი გაგიკეთეთ და ის გამიკეთე კი არა მანერვიულე და იმის ხარჯად კიდე მე მახდევინე და კიდე მე დაგაფინანსე იმ ჩაჯმულობაში, რასაც მე მიკეთებ რა. აი ამას გვიკეთებ ჩვენი მთავრობა, არაფერს სხვას. უფასოდ დარეგისტრირებული მიწა. უფასოდ კი არა, აქეთ უნდა გადაგვევლოთ თავზე და შემოგვევლოთ თავზე. უფასოდ კი არა, რომ გვამათხოვრებთ ამ მიწების დარეგისტრირებას, აქეთ უნდა მოდიოდეთ და გვეუბნებოდეთ ქალბატონო და ბატონო თქვენ გეკუთვნის ეს მიწა, გილოცავთ, თქვენ გეკუთვნით ეს მიწა, დაამუშავეთ, დაგეხმარებით რაშიც გინდათ იმაში. აი ესე უნდა იყოს სახელმწიფო და არა პირიქით აქეთ ვემათხოვრებოდეთ, რომ დაგვირეგისტრირეთ და მოვკვდეთ ამ დარეგისტრირებაში, ამ ოქხდეს სული ღმერთმა დაგვიფაროს. შეიძლება რომ 4 წელი არ ბენინო ადამიანს თავისი მიწის დარეგისტრირებაში? არ შეიძლება, მაგრამ ამათთვის შეიძლება. დიახ, ამათთვის შეიძლება, იმიტომ რომ ყველაფრის უფლება მივეცით ჩვენ. კიდევ გავიმეორებ რა. 1192 წელს რომ თავზე დავაჯმევინეთ კი არა და ტყვიებით რომ დაგვიხოცეს ხალხი და სახელმწიფო დაგვაწერეს არაკანონიერად. ხალხი რომ დააშინეს და სახლებში მართლა მოკლეს, ტყვიებს ესროდნენ, მე ნანახი მაქვს ვიდეო, ტყვიებს ესროდნენ. ვინ ესროდა და ის ვინც ტყვიებს ესროდა დღეს გააღმერთეს, უწმინდის და უნეტარესი უწოდეს. თქვენი უწმინდესი და უნეტარესობის რა ვთქვი მე, როგორც თქვენ უწმინდესი და უნეტარესები ხართ, ისე მოგეცეთ სიკეთე თქვენ რა. თქვენი დედავატირემე ვინ არიან ესენი რა. ვინ გველები არიან და ვინ რეპტილოიდები არიანო ესე ანერვიულებენ ქართველს რო ესე ანერვიულებენ. ამ საზიზღარ ამათი სინსილა არ არის გასაწყვეტი? ვინც ესე სპეციალურად და გამიზნულად ანერვიულებს ადამიანს. სულ ერთია ეს გინდა ქართველი იყოს და გინდა ჩინელი, გინდა ნერვიულობას, ვინც გამიზნულად ანერვიულებს ადამიანს, რომ მიწები დაიფლოს, დაიპყროს მერე იმისი, ხო? იმათი სინსილა კი უნდა გაწყდეს, სულ უნდა გაქრეს ეგ ხალხი რა. ამინ, ამენით იესო ქრისტე ისმინოს ღმერთმა გააქრე. ეს სულები აღარ არიან საჭირო. გაქრნენ. ამინ, წავედი ხა მე, წავედი. არ დავინახო ვიღაცის კომენტარები, უაზრო კომენტარები, თორე ეგრევე ბოტად ჩავთით და ტროლად და დავბლოკავ რა.